სახელითა მამისაით და ძისაითა და სულის საწმინდისაით. ყოველთვის, როდესაც ეკლესიაში და სამჯერ უწევს ეს საკითხავი წლის განმავლობაში, როდესაც ეკლესიაში ამ საკითხავს კითხულობთ, ვინც გულისყურით უსმენს, ყოველთვის წუხარების განცდა გვეუფლება. იმიტომ რომ რაც დაიწერა ხო ჩვენთვის სამოძღვრებლად დაიწერა, როგორც პავლე მოციქული გვასწავლის წმინდა წერილში და ეკლესია წარმოაჩენს ადამიანთა განწყობას, რომლებსაც ეშმაკის დემონების საპირისპიროდ, დემონები კიდე გახსოვთ იგივე წმინდა წერილში როგორ აღიარებენ მას იესო ქრისტეს ძეთ ღვთისად. თუმცა ევედრებიან რომ ღორებში შეუშვან. ეშმაკების საპირისპიროდ არ აღიარებენ, თუმცა რაღაც განსაკუთრებულს ხედავენ. და ყოველთვის გულის ტკივილი სიწვევს აი ეს ფაქტი, რომ არიან ადამიანები, რომელთა ლოცვაც, ანუ რა არის ლოცვა, ეს არის საუბარი უფალთან, რომელთა ლოცვაც არის ისეთი, რომელიც მსგავსია დემონური ლოცვისა. როცა ისინი ევედრებიან, რომ უფალი წავიდეს მათგან. და რა თქმა უნდა, შემთხვევით არ არის ეს დაწერილი. დაწერილია იმიტომ, არა მარტო იმიტომ, რომ ეს ფაქტი მოხდა, არამედ იმიტომაც, რომ მსგავსი მდგომარეობა ძალიან ხშირად შეიძლება ქონდეს თითოეულ ჩვენთაგანს. ზოგადად კაცობრიობას რომ ეს მდგომარეობა აქვს, ეხლა ეს არავისთვის არ არის უცხო. რამე თუ კაცობრიობა მოარყო თავის დროზე ქრისტე და დღემდე უარყოფს და რაც დრო გავა ეს უარყოფა, ეს დაპირისპირება ამასოფლის სულისა მაცხოვართან, ღმერთთან ეს უფრო და უფრო საცნაური გახდება, მაგრამ ეს პრობლემა გვაქვს ჩვენ ქრისტიანებსაც. ამაზე ჩვენ ძალიან ხშირად გვისაუბრია, როცა თითქოს ვართ ქრისტიანები, მაგრამ ვართ მაშინ, როცა ჩვენ ეს გვინდა და როცა არ გვინდა, არა ვართ. და ამას ისე მზაკრულად ვახერხებთ, უბრალოდ ჩვენი დაცემული ბუნება ისე მზაკრულად ახერხებს, რომ საკუთარ თავზე ატყვილებს და გგონია, რომ ყველაფერი კარგად არის. და სინამდვილეში თუ ჩაუფიქრდებით რას ნიშნავს? დავაკვირდებით ჩვენ თავს, ჩვენს ქმედებებს, ჩვენს ჟესტიკულაციას, ჩვენს ხმის ინტონაციას, აღარ ლაპარაკობ აზრებსა და გულის თხმებზე, აღმოვაჩენთ, რომ ძალიან ხშირად ჩვენ არ ვეუბნებით, მაგრამ გულისხმობთ, უფალოდ დაგვანებეთ თავი, წადი ჩვენგან. რამე თუ ჩვენი ღორები გვირჩევნია, რომელიც შენმა მოსვლამ დაღუპა, განდევნა. და როდესაც ამას ჩაუფიქრდება ადამიანი, მიხვდება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანულად ცხოვრობს, ეკლესიური ქვია, ძალიან ბევრი რამე აქვს შესაძლებელი. რომ აი ეს მდგომარეობა არ ქონდეს, რომ მისი ცხოვრება არ იყოს ერთი დიდი ვედრება ღვთის წინაშე, როგორც აღმოვიკითხეთ, ევედრებოდეს, რათა წარვიდეს საზღვართა მათთაგან. ჩვენთვის ეს საზღვარი ყველა ვიცით რა არის. ჩვენთვის ეს საზღვარი საკუთარი თავია. როგორც წმინდანები გვასწავლიან, იგივე წმინდა გრიგოლ პალამა საკუთარი თავიდან არ გახვიდეო, ამას გვასწავლიან ლოცვისას და ლოცვა კიდე მოუკლებელი მდგომარეობა ადამიანისა, როგორც პავლე მოციქული გვასწავლის. ანუ გვასწავლიან წმინდა მამები, გვასწავლის ეკლესია მათი საპირით, რომ შიდა ცხოვრებით ვიცხოვროთ, ჩვენი ბედნიერების წყარო გარეთ ნუ იქნება იმ ჭყიალა სამყაროში, არამედ შიგნით იყოს ჩვენი ბედნიერების წყარო, სადაც შეხვედრის ადგილია ღმერთთან. და აი ამ საზღვრის იქით ვაძევებთ ჩვენ, აი ჩვენი შინაგანი იერუსალიმიდან, რომელიც ზეციური იერუსალიმის ანარეკლია, შეიძლება ასე ითქვას და როგორც მონახალი ღვთისმეტყველი ამბობს, მსგავსია და იგივეც არის, როგორც ვითარცა ზეციური იერუსალიმი, რამე თუ შეიძლება აქაც დამკვიდრდეს მამა, იძე და სული წმინდა, როგორც უფალი გვასწავლის. და ჩვენი ცხოვრების წესით ჩვენ ვეუბნებით, რომ წადი უფალო, წადი, ჩვენ გარეთ გვინდა ცხოვრება, ჩვენ შიგნით ცხოვრება არ გვინდა, არ მოგწონს, არ გვაინტერესებს. და შეიძლება ასე ითქვას, რომ ჩვენ გაურბივართ ქრისტეს.
გაურბივართ, იმიტომ რომ ჩვეული ცხოვრების წესის და რითმის შეცვლა არ გვსურთ. ჩვენ გავხდით ეკლესიურები, ჩვენ ვიკმაყოფილებთ რელიგიურ სინდის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ცხოვრების წესი უნდა შევცვალოთ. ეს არის სინანული, სინანული ხო მუდმივი მეტამორფოზის პროცესია, რომელიც მთლიანად ადამიანს სulis. სინანული ხო მეტანოია ბერძნულად, ეს ხო გონების ცვლილებას ნიშნავს. გონება ამ შემთხვევაში არა ტვინის, არამედ ადამიანის სulis, არსის, სulis იმ ნაწილის ცვლილება, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვამყარებთ კავშირს ღმერთთან. როგორც თვალია ყველაზე ძვირფასი ადამიანში, იმიტომ რომ ის გარე სამყაროს ხედავს, ისე გონიერი ნაწილი სulis, ანუ გონება არის ის ნაწილი, რომელთაც ჩვენ ღმერთთან კავშირის საშუალება გვეძლევა. და მისი ცვლილება, ანუ რას ნიშნავს მისი ცვლილება? გონება არ იყოს მიწებებული ჩვენს ტვინს და არ იყოს დაინტერესებული გარე სამყაროთი, არამედ ტვინმა ინტელექტმა თავის საქმე აკეთოს, ხო რომ გონებამ ღმერთი ეძებოს შიგნით, შეტრიალდეს, ნუ იქნება გარამეთ, არამედ იყოს შიგნით. აი ამის ცვლილებაზეა საუბარი და ეს ცვლილება, როცა ხელი თავის საქმეს აკეთებს, თვალი თავის საქმეს აკეთებს, ფეხი თავის საქმეს აკეთებს, კუჭი თავის საქმეს აკეთებს, ინტელექტი თავის საქმეს აკეთებს და საოცარ ამას ამბობენ წმინდა მამები, გონებისაგან გათავისუფლებული ინტელექტი უფრო ძლიერად მუშაობს. უფრო ძლიერად მუშაობს. უცნაურია, შეიძლება ჩვენთვის ეს უცნაური იყოს, მაგრამ ესე ამბობენ და თუ გადავხედავთ მეცნიერების წარმოშობის, თანამედროვე მეცნიერების წარმოშობის და შემდგომ განვითარების ისტორიას დავინახავთ, რომ მეცნიერება სწორედ ეკლესიის წიაღში ვითარდებოდა უმეტესად და ყველაზე ძლიერად. თანამედროვე მეცნიერების საფუძველი სწორედ ეკლესიაში არის ჩაყრილი. და ყველამ თავის საქმე აკეთოს, ხოლო სulis გონიერმა ნაწილმა, ანუ გონებამ თავის საქმე აკეთოს. მაგრამ ამას კიდევ ვიმეორებ, საჭირდება ცხოვრების ჩვეული წესის და რითმის შეცვლა, რაც ჩვენ ესე არ აგვსურთ. ამიტომაც არის, რომ ადამიანები ესე არიან, რაც უნდათ ამ ცხოვრებაში, არადა ამ ცხოვრებაში ხო ბედნიერება გვინდა. ბედნიერება გვინდა და როგორ მივიღებთ ბედნიერებას, თუ ჩვენს ადამიანურ ბუნებას, ისე როგორც ღმერთმა შექმნა, იმას ვებრძვი და იმას ვეწინააღმდეგები. ჩვენ ვიწყნარებთ დაზიანებულ ბუნებას და არ გვინდა განიკურნოს ჩვენი ბუნება, რომ ყველამ თავის საქმე აკეთოს და მათ შორის გონება. ამიტომ ბედნიერებას თითქოს და ვეძებთ, მაგრამ ვერ ვიღებთ, იმიტომ რომ რაც უნდათ, ამიტომაც არის რაც გვინდა უпростоრეთ ადამიანებს, რაც გვინდა ან ადამიანებს ზოგადად ვთქვათ, რაც უნდათ იმას ვერ იღებენ სამაგეროდ, რაც არ სურთ, ის ენიჭებათ და ჩვენი ცხოვრება ეს არის. ყოველთვის არის ეს დისჰარმონია სურვილსა და საჭიროებას შორის და ყველაფერი პირიქით არის, როგორც გითხარით, რაც უნდათ იმას ვერ იღებენ ადამიანები და რაც არ სურთ, ის ენიჭებათ. ასევე რაც საჭიროა, ის არ უნდათ, ეს ცალკე პრობლემა კიდე. რაც საჭიროა ადამიანებს, ის არ უნდათ, ხოლო რაც მავნებელია, ის სურთ და ესეც ჩვენი ცხოვრებაა და ყველამ საკუთარ ტყავზე იცის ეს და როგორი ძლიერი საბრძოლველია, რომ ეს მანკიერებები ჩვენში აღარ იყოს. ამიტომ ჩვენი ცხოვრება არის მუდამ მოუწესრიგებელი, მუდამ შფოთიანი, მუდამ პრობლემებით ახსავსე, პრობლემები ზოგადად, ერთმანეთთან ურთიერთობაში და ასე შემდეგ. რა აწესრიგებს ჩვენ ცხოვრებას, რა მოაწესრიგებს ჩვენ ცხოვრებას? პრინციპში ეს ვიცით. ჩვენ ცხოვრებას მოაწესრიგებს აი ეს უნდა და არ უნდა და სურს და არ სურს და რა არის სასარგებლო, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ყველაფერი შემილია, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია ჩემთვის. ჩემ ცხოვრებას მოაწესრიგებს ღვთისა და ადამიანის ნების თანხვედრა. ჩვენ ამას ეს ვიცით, არა მხოლოდ ვიცით, არამედ ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ამაზე ზრუნვა თითქოს, იმიტომ რომ ჯერ მარტო მამაოჩვენოს რამდენჯერ ვამბობ დღეში და ეს არის, ხო იყავნება შენი ამ ბაბის გარეშე ქრისტიანობა როგორ არსებობს. და ნახეთ, როგორ სიყალბესაა აქ ადგილი. ერთს ვამბობთ და გულის თქმას სხვა გვარია. ანუ ჩვენ ლოცვას აქედან გამომდინარე ფასი არ აქვს, იმიტომ რომ ლოცვის პრინციპი, ერთ-ერთი პრინციპი ესეთია. რასაც ლოცვაში ამბობ, აუცილებლად უნდა იღვაწო, რომ ეს რეალურად შენში განხორციელდეს. ანუ უნდა იბრძოლო, არ შეიძლება ითხოვო და არაფერი გააკეთო იმისათვის. ანუ ჩვენ მიზანმიმართულად უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე. იმ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, რომ რასაც ვამბობთ ლოცვაში, ის ჩვენ გავაკეთოთ. ანუ ჩვენ ვითხოვთ, მერე ვიწყებთ ქმედებას და როცა ჩვენი რესურსი ამოიწურება, მერე გვენიჭება. ხოლო თუ ჩვენ ქმედებას არ ვიწყებთ, ანუ თუ ჩვენი რესურსი არ ამოიწურება, მაშინ ჩვენ არაფერი არ გვენიჭება. ესე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს.
კონკრეტულად ეს ეკლესიური ადამიანებისათვის ბევრ რამეში ვლინდება, მაგალითად ჩვენ გაურბივართ მაგალითად წმინდა მამათა კითხვას. აქ ახალგაზრდებისათვის ერთი პრობლემაც არის ქართულ ენაზე თითქმის არაფერი არ არის ძველ ქართულს არ ვთვლი, იმიტომ რომ ძველი ქართულიც უცხო ენაა სამწუხაროდ ჩვენთვის. უცხო ენები არ ვიცით, ქართულ ენაზე მიუხედავად იმისა 25 წელი ჩვენი ქვეყანა თავისუფალია, თითქმის არც ერთი სერიოზული საღვთისმეტყველო შრომა, თითოეულა გამონაკლისის გარდა, აი ბოლო პერიოდში კიდე რამდენიმე არ არსებობს ქართულ ენაზე. არც ძველი და არც თანამედროვე. ზოგი თვლის რომ თანამედროვე საჭირო არ არის. ეს არის სრული აბსურდი, იმიტომ რომ ეკლესია არის მუდმივ ეს ცოცხალი ორგანიზმი და ქრისტე დღეს ისევია ეკლესიაში და სულიწმინდა ღმერთი როგორც იყო მე-12 საუკუნეში, როგორც იყო მე-4 საუკუნეში, როგორც იყო მე-2 საუკუნეში. ამიტომ დღესაც ცოცხალია ეკლესია და დღესაც თავისი ერთგული ადამიანების გულიდან და პირიდან აღმოშობს იმ სიტყვას, რომელიც სასარგებლოა ჩვენთვის, რომელიც ასევე სულიწმინდით არის ნაკარნახევი, როგორც მაშინ ძველი მამებისა. ამიტომ აუცილებელია ითარგმნოს დღევანდელიც, მაგრამ ჩვენ ეს პრობლემა გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ ისინი ვინც ვიცით თქვა უცხოენები, ისინიც ვერ ვკითხულობთ. არა და ამის გარეშე არის შეუძლებელი. ასევე არ უღმავდებით წმინდა წერილს. ჩვენ სამრევლოში მდგომარეობა ცოტათი გამოსწორდა, მადლობა ღმერთს თქვენ კითხულობთ, მაგრამ ის სამარცხინო პრაქტიკა, რომ ადამიანები წლობით ეზიარებიან ქრისტეს და ქრისტეს არ უსმენენ, წლობით ეზიარებიან ქრისტეს და ნაბიჯსაც არ დგავენ, ვერც გადადგავენ, იმიტომ რომ არ იციან ვინ არის და როგორია. იმიტომ რომ წმინდა წერილის მიერ მათი ცნობიერება არ არის შეცვლილი, იმიტომ წმინდა წერილთან კავშირი არ აქვს, არ ენატრებად, ვერ გძნობენ მადლის ფეთქვას წმინდა წერილიდან და მათთვის ეს მომაბეზრებელი რუტინაა, წესი და კანონი რომ ერთი თავი წაიკითხო და სინამდვილეში უნდა გიზიდავდეს წმინდა წერილი, ისეთი თბილი უნდა იყოს, ისეთი გულში ჩამწვდომი აზრობრივათაც უამრავ რამეს გაწვდის და ვერ ამოწურავ და აზრის მიღმა პირდაპირ გულზეც მოქმედებს და ამასაც ვერ ამოწურავ. გესმით, ეს უნდა იგზნოთ, ეს უნდა განიცადოთ, როგორც წესით წმინდა ზიარება უნდა განიცადოს ადამიანმა, გონიერი ლოცვის დროს უნდა ღმერთი განიცადოს ადამიანმა, ასევე წმინდა წერილი უნდა განიცადოს ადამიანმა. წმინდა მამები ესე გვასწავლიან, მარტო რომ შეხედაოთ სახარებას, უკვე გული უნდა გითბებოდესო და ჩვენ კიდე გვეზარება. ან გოგონია რომ ვიცით ეს კიდე ერთი სასაცილო მდგომარეობა ადამიანის, რომელსაც გონია რომ იცის. რა შეიძლება? მაგალითად, მე არ მეგულება ადამიანი, რომელმაც ყოველდღე იკითხოს ვეფხისტყაოსანი და ამოწუროს. მე არ მეგულება ადამიანი ყოველდღე იკითხოს მაგალითად დოსტოევსკის ნაწარმოებები და მან ამოწუროს. ვერ ამოწურავს. შეუძლებელი. ამდენჯერაც კითხულობ სულ ახალია. რატო? იმიტომ რომ გენიოსები შექმნილია. როგორ ამოწურავ ღვთის სიტყვას, რომელიც დაუსრულებელი სიბრძნის წყაროა. ამიტომ ესეც ჩვენი პრობლემაა სერიოზული და რა თქმა უნდა ლოცვაში ჩაღმავება, რომელიც არის ასევე სერიოზული პრობლემა და როგორც კი შენ გვაქვს მცდელობა ჩვენ აი ხა ერთად მე გულისხმობ ერთად გვაქვს მცდელობა რომ ლოცვა ვისწავლოთ ძალიან ხშირად სხვათა განკითხვის საგანი ხვდებით დაცინვისაც კი რომ ესენი თურმე ლოცულობენ გესმით ეს უცნაურ ამას ვამბობ მაგრამ მე ძალიან ეხა მე ჰარიდან არ მეხა მადლობა ღმერთს რომ იმის ინდონეზია აღვირი მაქვს ენაზე რომ სახელები და გვარები არ დავასახელო მაგრამ საქართველოს ძალიან პატარაა და ძალიან ხშირად მომდის ესეთი ამბები როგორ შეიძლება დასცინოს იერარქმა ერისკაცმა უმაღლესმა იერარქიამაც კი დასცინოს სხვას მაგალითად ესენი იესოს ლოცვას ლოცულობენ საწოდავები ანუ გესმით ეს სრული გაუგებრობა უბრალოდ ესეთი პოზიცია მაგრამ სამწუხაროდ ეს არსებობს და რო დაფიქრდე კაცი რატო ვერ აკეთებს ადამიანი ამას რატო გაურბის ამით ქრისტეს და რატო ეუნება რომ წადი ჩვენგან ჩვენი საზღვრებიდან იმიტომ რომ სწორედ გონიერ ლოცვა გასწავლის რომ შენ საზღვრებში იქ ქრისტესთან ერთად იყო რომელიც ყოველი ადამიანის გულთან დგას და რეკს ეგება ვიღაცა მისმინოსო იმიტომ რომ ალბათ იმიტომ რომ სინდისისაგან მხილებული არ გავხდეთ და იძულებული არ გავხდეთ ცხოვრების წესი შევცვალოთ. ეს ყველაფერი ქვეცნობიერში ხდება ესე რომ იმდენად მიყვართ ჩემი ცხოვრების წესი და რითმი რომ არაფრით არ მეთმობა. ჩემი ამპარტავნება, ჩემი პატიმოყვარება, ჩემი სიამაყე და ასე შემდეგ არაფრით არ მეთმობა. ამიტომ ცოცხალთა რაც კი ჯანსაღი მოდის, მე მინახე ადამიანები როცა ავტორიტეტიც კი ვიღაცა თქვა ჩემნარი მღვდელი კი არა ავტორიტეტიც კი იტყვის რომ იცი რა ესე უნდა გაკეთდეს და აბა ესე არ უნდა გაკეთდეს
ესე იგი იმ წამსვე ირეკლავს, აი ქვის მაგალითი მომაგხომე რა, ქვა რამდენი ხანიც არ უნდა აჭკუმპალაო წყალში არ დასველდება შიგნით. აი ეს მდგომარეობა აქვს, ირეკლავენ, არაფრით არ შეუძლიათ ამის სატანა და მიღება. აი ესეა, ეს პრობლემა გვაქვს ჩვენ. ერთ-ერთი საშუალება ამ პრობლემის გამოსწორებისა და ერთ-ერთი საშუალება რა, მე ესე ვიტყოდი, ეს არის უმთავრესი საშუალება. თუ მაგალითად აი აქ რასაც ახალს არ ვამბობ, ამას ყოველ ჩვენს შეხვედრაზე ამაზე ვსაუბრობ, მაგრამ კიდევ არ დავიღლები ხო იცით წვეთი რომ ქვას ხვრეთს, აი ესეა. ეს არის დამოკიდებულება ლიტურგიისადმი, ევქარისტიული მსახურებისადმი. კიდევ ერთხელ შეცდომა. რა შეცდომას უშვებთ ჩვენ ევქარისტიული მსახურების დროს? როდესაც ადამიანი მოდის და ქრისტესთან ზიარებისათვის საკმარისი პირობა გონია, რომ წირვაზე მოვა, პასიურად იდგება, ან შეიძლება დააგვიანოს კიდევაც, თუ ეხა ობიექტური მიზეზი ამას ჩვენ ყოველთვის ვიწყნარებთ და თავი ჩათვალოს კიდე ერთი ხო, თავი ჩათვალოს ღირსად, რომ ახლა მე როგორ ლოცვები წავიკითხე და მიიღოს ის გონებისათვის მიუწვდომელი სიწმინდე, ხორცი და სისხლი უფლისა, რომელიც ჩვენ არ ვიცით როგორ არის და რანაირად, მიიღოს ეს სიწმინდე და ფიქრობს, რომ ეს არის საკმარისი პირობა ქრისტესთან ზიარებით. ეს არის ძალიან სერიოზული შეცდომა. ძალიან სერიოზული შეცდომა. შეიძლება ასე ითქვას, რომ უფალმა თქვა, მე თქვენ შორის ვარ, სადაც 2 და 3 ჩემი სახელით იკრიბება, მე ვარ თქვენ შორის, გახსოვთ. ახლა 2 და 3 რას ნიშნავს? 4 არა და 5 არა და 100 არა, რა თქმა უნდა, ხო? რაც მეტი სიმრავლეა. ანუ ჩვენ ვიკრიბებით ქრისტეს სახელით, ქრისტეს სახელისათვის, ქრისტესთვის ვიკრიბებით. ამიტომ აქედან დასკვნა. ამიტომ დასკვნა კი არა, გაგრძელება ლოგიკური უფლის სიტყვებიდან გამომდინარე. რადგან ჩვენ ქრისტესათვის ვიკრიბებით, მიზანმიმართულად მოვდივართ, რომ ქრისტე ვეძებოთ. ხშირად გითხოვს, ლიტურგია არის საოცარი ინსტრუმენტი ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობის ძიების. პასიურად დგომისა კი არა, ძიებისა. ამიტომ წირავს არა მღვდელი, არამედ წირავს სამრევლო და მღვდელი არის სამრევლოდან ამ შემთხვევაში წარმომადგენელი, რომელსაც ხელდასხმით მიენიჭა გარკვეული უფლებები, მაგრამ არა უპირატესობა. ღმერთთან მე ისევე უნდა ვიყო, როგორც შენ და შენ ისევე უნდა იყო, როგორც მე. ღმერთთან ურთიერთობის ხარისხი არ განისაზღვრება ჩემი სამღვდელო ხარისხით. გესმით? ამიტომ ჩვენ ერთად მოვდივართ, ერთად შეთანხმებულები, რომ ქრისტესთან ერთად ვართ, ქრისტეს მიერი ერთობა და რადგან ჩვენი ერთობა არის ქრისტეს მიერი, ქრისტეს სახელით ვარ შეკრებილი, ამიტომ ქრისტე არის ჩვენ შორის. ამიტომ ჩვენ ლოცვას აქვს აზრი, ძალა, უფალმა ესე თქვა. 2 და 3 ჩემი სახელით შეიკრიბება. მე თქვენთანა ვარ, რაიცა ითხოვეთ, მე ვყო აღვასრულ. და ჩვენ ვითხოვთ ის, რაც მის ნებასთან თანხვედრია. რა არის მის ნებასთან თანხვედრი? რომ საიდუმლო სერობა გაგრძელდეს, რომ პური და ღვინო გახდეს ხორცი და სისხლი. მიზანმიმართულად მოვდივართ ამისთვის, სხვა არაფრისთვის. არაფრისთვის სხვა. არანაირი მიწიერი ინტერესები, არანაირი მიწიერი პრობლემების მოგვარება, არაფერი, მხოლოდ ამისთვის მოვდივართ, რომ უფალს უერთგულოთ, მის სახელით ვიკრიბებით და მის ნებას აღვასრულებთ აი ამ ვედრებით. უფალო, ეს პური და ეს ღვინო გახდეს შენი ხორცი და სისხლი და დაუსრულებელი საიდუმლო სერობა გაგრძელდეს აქ ჩვენს ტრაპეზზე, რომ ჩვენ მივიღოთ და კვლავ განახდეს ჩვენში ის, რასაც შენი სხეულად ყოფნა ქვია, შენს მისტიურ სხეულად ყოფნა ქვია. და ჩვენ ამით კიდევ ერთხელ ვაშენებთ ქრისტეს მისტიურ სხეულს, რომელიც არის დავალება პირდაპირ ღმერთისაგან მოცემული. ჩემს მოსახსენებლად ეს ყოველთვის გააკეთეთ. ამიტომ როცა აქ მოვდივართ, ღმერთთან ზიარება მერე კი არ მოხდება. არამედ იწყება. ღმერთთან ზიარება იწყება პირველივე ასამაღლებლიდან, ამიტომ არის კარგი, როცა თავიდანვე ხარ და არ აგვიანებ, როცა სახარებას აღამაღლებს მღვდელი და ამბობს, კურთხეულარს მეუფება, კურთხეულარს სამეფო, მამისა, ძისა და სულისა წმინდისა. და აი ამ ასამაღლებლით, სახარების ზემოთ აწევით, სახარება როგორც სიმბოლო ქრისტესი და განკაცებული ღმერთისა, აი ამ ერთობით ერთად შევდივართ ყოლაწმინდა სამების სიახში. უпроსორად ვისრაფით, ვდგავთ ნაბიჯს და იწყება ჩვენი ზიარება ღმერთთან. აი როდის იწყება ზიარება?
ჩვენი ღმერთთან ზიარება მაშინ იწყება. ეს ზიარება, ანუ ერთობა, ზიარება ხო შეერთება ერთობა ღმერთთან. იწყებს გაძლიერებას. ძლიერდება და კულმინაციას აღწევს, როცა ვიღებთ ქრისტეს ხორცს და სისხლს. ეს არის კულმინაცია. ანუ ისი არა რომ რაღაც სიბტყეზე ხარ, შენთვის მოდონებული ინერტულად და მერე უცებ. არა. და ეს მონაწილეობა, უпроსტოდ ეს გაძლიერება ხდება მაშინ, როცა ჩვენ თანამონაწილენი ვართ. რაც შეეხება თანამონაწილეობას. აი ჩვენ ვცდილობთ რომ გარკვეული რაღაცები ერთად ვიგალობოთ, ხო საგალობლები. ამინი თქვათ, აი ჩვენ როცა გარდასახვა ხდება უშუალოდ ძღვენისა, თქვენ ამბობთ უკვე ამის, მადლობა ღმერთს. კარგი იქნება თუ დავამატებთ, როცა აი დღესვე თუ დავამატებთ, როცა მღვდელი ამბობს მიიღე და ჭამეთ, ასევე სუთ ამისგან, ესე არის სისხლი, მაშინაც ბოლოს ამინით თავდება, კარგია თუ თქვენ იტყვით ამის. აი მაგალითად არის ესეთი ადგილი, ხო? ანაფორა როცა იწყება, ანუ ცენტრალური ნაწილი წირვისა, იქ არის დიალოგი, დააკვირდით. მე ვამბობ, ამბობს მე დავითნი ან გალობელი. მე ვამბობ, ამბობს მე დავითნი და მე დავითნისა და გალობლის ნათქვამი ნიშნავს ერის ნათქვამს. ყველა ლიტურგიკულ სახელმძღვანელოში ესეა. ანუ ძველად ერი ამბობ, ძველადსა თქვით, თქვენ ალოცვილებო, რატო მარტო ძველად? ერი ამბობდაო და ეხლა ნუ ერი რა, ეხლა რა ერი? ეხლა რა? განარამე შეიცვალა? განარამე უნდა შეიცვალოს? ამიტომ ეს ნათქვამი, თქვათ, ზე გვაქვთ გული, გახსოვთ, ხო? როცა მღვდელი ხელაპყრობით ამბობს. როგორ ამბობს მე დავითნე, გვაქვს უფლისა მიმართ. ვთქვათ ერთად, თქვით თქვენ, ზე გვაქვთ გული, მე ვიტყვი, გვაქვს უფლისა მიმართ. გული თქვით. ასევე ვმადლობდეთ უფალსა და ნუ ცოტა მე რთულია, მოდი ჯერ ნაბიჯ გადავდგათ. ესე იგი დღეს დავამატებთ, მიიღეთ და ჭამეთ და სუთ ამისგან და თქვენ ორივე შემთხვევაში იტყვით ამის და ზე გვაქვთ გული, გვაქვს უფლისა მიმართ. ეს დავამატოთ და იქ ამინი. ამასაც თუ მოვაწესრიგებთ, მე ნელა და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ წირვის დროს საოცარ მაგალითს თუ როგორ წირავთ ერთად, როგორ არის ჩვენ შორის დიალოგი და როგორ ერთად ვედრებით ღმერთ. ზოგიერთ მაგალითად უცხოეთის ზოგიერთ ეკლესიაში საიდუმლო ლოცვები, აი დღეს რო ფიქრობ რომ ეს უნდა დამალული იყოს მრევლისაგან. ეს არის ჩვეულებრივი კატეხიზმო უმაღლეს დონეზე, ანუ ეს არის ღვთისმეტყველება, რა უნდა იყოს და რა უნდა იყოს დასამალი ქრისტეს ხორცს და სისხლს იღებ და შენში შემოდის. ღმერთის ხორცს და სისხლს, ეზოთერიკა დამთავრდა, რაც ღმერთი ადამიანად მოვიდა და ზოგიერთ უცხოეთის ეკლესიაში ეს ლოცვები, საიდუმლო ლოცვები დარიგებული აქვს, იმიტომ რომ შეიძლება ვერ გაიგოს მღვდლის ნათქვამი კარგად თუ დიდი ეკლესია, მაგრამ ჩვენ ეს არ გვემუქრება. მე ვფიქრობ, მე ხამაღლა ვკითხულობ, გული ააყოლეთ, თანამონაწილე გახდით თქვენი ამინებით, თქვენი დასულისასეი შენისათანა და ასე შემდეგ სხვადასხვა დიალოგებით, რომელსაც ნელა ჩავთავთ და აღმოჩნდება, დაინახავთ, როგორი სრულფასოვანი გახდება თქვენი მონაწილეობა მსახურებისა, დაინახავთ, როგორი თანამწირველები გახდებით, როგორი ერთად მწირველები გახდებით და დაინახავთ, როგორ დაიწყებს თქვენი პირველივე შემოსვლიდან ეს კურთხეულარს მე ვფიქრობ, რომ გაიგებთ, როგორ დაიწყება თქვენი ღმერთთან ზიარება. დაიწყება და კულმინაცია ისე მივა, რომ მე იტყვი, რომ ვაი ნეტა არ მორჩეს, რა კიდე მინდა წირვა. არ მორჩეს. და მე დაინახავთ, რომ როდის ეზიარე ბოლოს 2 თვის წინ, რატო არ ეზიარე? დაინახავთ, რომ ესე იგი მღვდლები გადაიქანცებიან თქვენი ზიარებით, იმიტომ რომ თქვენ ყოველ წირვაზე ბევრნი იქნები და ყველანი ეზიარებით. აი ამას მივიღებთ შედეგად. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ იცი რა, მე ღირსი როდის ახარ? ღირსი არის მაშინ, როცა ესე იგი ჩაარაკრაკებს, ვიტყვი ამ ქვევით ყოველ სიტყვას ჩაჩქარა იტყვის და რაღაც ლოცვებს წაიკითხავს, როგორ შეიძლება ადამიანმა საკუთარი თავი ღირსად ჩათვალოს? ჩვენ კი არა ვართ ღირსი. ღმერთი ხვდის ღირსად, თუ ღირსებაზეა საუბარი. ღმერთი განგვწმენს, ღმერთი გვიწყნარებს, ღმერთი გვიხუტავს, ღმერთი გულში გვიკრავს. ადამიანი როგორ უნდა მოვიდეს თავში ადამიანს აზრად, რომ მე ახლა ღირსი ვიყო ზიარების. უბრალოდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ის რაც ღვთისნებას ეწინააღმდეგება ძალიან მძიმე, თუ იმას პრინციპულად ვაკეთებთ, მაგალითად უთანხმოებას სხვა ადამიანთან, სიძულვილის სხვა ადამიანთან, უსიყვარულობას სხვა ადამიანთან, ბრძოლას სხვა ადამიანთან. თუ ეს მოქმედებაშია და ამას არ ვნანობ, მაშინ ზიარებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ეს არის ერთობა. სხვა შემთხვევაში, მე გარდა ამისა, რაც შეეხება აღსარებას,
ის აღსარების ის ფორმა, რომელიც აი პროფანაცია ხდება სამწუხაროდ აღსარებისა ჩვენს ესე იგი სამწუხაროდ ბევრ ადგილას ჩვენს ეკლესიაში, როცა ერთ წუთიანი აღსარებებია პატარა ფურცელზე განკითხვით, ესე იგი გულის თქმით, თვალის გაქცევით, გონების გაქცევით რაღაც ესეთი და კონვეიერი ხდება ხოლმე. ეს არის კატასტროფა. კატასტროფა არის და მე ვცდილობ რომ ეს აღმოვფხვრა ჩვენს მრევლში მაინც. და აღსარება სინამდვილეში ღვთისწინასე სინანულია და თქვა თუ ვერ მოხერხდა როცა ხშირად ეზიარება ადამიანი ყოველი ზიარებისას ვერ ამბობს აღსარებას, აბა მოისმინეთ ეს საიდუმლო ლოცვები. გულისყური მიადევნეთ ამ საიდუმლო ლოცვებს, განა ეს საიდუმლო ლოცვები აღსარებაც არ არის ამავე დროს. ბასილ დიდის წირვაში ხო საერთოდ. და აქაც ოქროპირის წირვაში განა ეს აღსარება არ არის, განა სინანული არ არის, განა ვედრება არ არის ღვთის წინაშე, რომ განგწმინდოს, მოგვიტევოს, მასთან გვამყოფოს. ასე რომ ადამიანი როცა წირვაზე გულისყური დგას, ის ემზადება ყველანაირად, მათ შორის აღსარებითაც ემზადება ქრისტესთან შესახვედრად. ყურადღება მიაქციეთ, რას ვთხოვთ, რას ვევედრებით და შესაბამისად უნდა ვიცხოვროთ. თუ გვინდა რომ ეს ყველაფერი ჩვენ შეგვერგოს. ხოლო რაც შეეხება როცა წირვაზე პასიური დგომა, ან მით უმეტეს უდისციპლინო და ხმაურიანი მსახურებები, რაც ძალიან ხშირად არის ხოლმე სხვადასხვა ტაძრებში, ეს საერთოდ კატასტროფაა. მე არ ვიცი, ადამიანი როგორ უნდა მივიდეს ზიარებამდე, როცა მთელი თქვათ 1 საათის თუ საათნახევრის განმავლობაში არის აბსოლუტურად პასიურობა, ან გულგრილობა, ან ხმაური, ან არაფერი არ ისმის, ან კიდევ საერთოდ რა ზიარებაზეა ლაპარაკი? ვის უნდა ეზიარო? სად არის ღმერთი? ეგრე იუდა არ ეზიარა? იუდა ხო ერთობაში არ იყო. იუდა ეზიარა ფიზიკურად, სიწმინდეს, მაგრამ ერთობაში რო არ იყო, რა დაემართა კი ვიცით, ეშმაკი შევიდა. რა ზიარებაზეა? ამიტომაც არის, რომ წლები და წლები ვეზიარებით და შედეგი ნოლზე ქვემოთ არის ხშირად. ეს არის ამის მიზეზი. გარდა ამისა, პასიური მაყურებლები როცა ვარ და ვეზიარებით, რა ქვია მსახურებას? ამ მსახურებას ქვია ევქარისტიული მსახურება. რა არის ევქარისტოს? ევქარისტოს არის მადლობა, მადლიერების მსახურება ქვია. როდესაც პასიურად დგავარ მე და ესე იგი არა ვარ ჩართული მსახურებაში, სრული და ისე ვეზიარები, სრული მადლიერება ვერ მექნება. ვერ მექნება. ანუ მადლიერების მსახურება, რასაც ქვია, ამას ჩართულობა ვერ მექნება და მადლიერებას ვერ მექნება ღვთის მიმართ. ხოლო მეორეა, როდესაც აქტიური თანამონაწილე ვარ ამ ყოველივესი. ვესწრები ღმერთთან ერთობას ბეძებ და შემდეგ ამ ერთობის კულმინაციას ვახდენ, როცა ქრისტეს ხორცს და სისხლს ვეზიარები და ამ კულმინაციას, ამ ერთობისა განვიცდი სწორედ, როცა აი ბევრს უთქვავს, რომ მე ვეზიარები და ვერაფერს ვერ განვიცდი. იმიტომ რომ პასიურად ხარ და მერე და არა, როცა ეს თანდათანობით ხდება და ბოლომდე ხდება ჩართულობა, მაშინ შეუძლებელია. იმიტომ რომ აი თუ ადამიანი ეზიარება და არაფერს განიცდის, როგორც მონახალი ღვთისმეტყველი ამბობს, ამ ადამიანს კატეხიზაცია ჭირდება თავიდან, იმიტომ რომ მას არ ესმის ქრისტიანობა. ის ნეფსით უნებლიეთ იუდას მდგომარეობაშია. ხა იუდას მდგომარეობა ხოლმე სვაში რომ აიმე რატო ვარ იუდა? იუდასში რას გულისხმობ? ადამიანი, რომელიც არის ქრისტესთან და აზზე არ არის, სად არის და როგორ არის და რას აკეთებს. წარმოდგენა არ აქვს, თავისი ინტერესები აქვს და თავისი გზები აქვს აი ამ ერთობაში ვითომ. ამიტომაც სხვა მხრივ შეუძლებელია ადამიანი ეზიარებოდეს და არ ქონდეს განცდა. ამიტომ, როდესაც ლიტურგიაში აქტიურად ვართ, ეს მსახურება ჩვენთვის მართლაც მადლიერების მსახურება იქნება, იმიტომ რომ როგორც კი ამ ერთობას განიცდი, ღმერთთან ერთობა შეუძლებელია, რომ მადლიერების განცდა არ გქონდეს. და ჭეშმარიტად ეს უკვე მართლაც ევქარისტიული მსახურება არის, ანუ მადლიერების მსახურება. ხოლო თუ ადამიანები ასეთ პოზიციას ეწინააღმდეგებიან და თვლიან, რომ ეს რაღაცა გამოგონილია, მაშინ ამ ადამიანებს დღევანდელ სახარებაში, დღევანდელ სამოციქულოში, რომელთა მიმართ ეპისტოლეს მიათე თავში, ამონარიდით დაველაპარაკებით. უმეც არ იყვნენ იგინი სიმართლისა, მისგან ღვთისა, ანუ ღვთის სიმართლისაგან ღვთის სიმართლეში უმეცარნი იყვნენ და ამის საპირისპიროდ რა ქონათ და თვისამა სიმართლესა ეძებდნენ დასამტკიცებლად. საკუთარი სიმართლიდან გამომდინარე, რომელსაც ამტკიცებდნენ, ღვთის სიმართლეს ვეღარ იგებდნენ.
და სიმართლესა ღვთისასა არა დაემორჩილე. არა დაემორჩილე. და როცა ადამიანი ასე ცხოვრობს, მას ცუდი დასასრული აქვს. ხოლო თუ ადამიანი ღვთის სიმართლეს ეძებს და ღვთის სიმართლეს დაემორჩილება და თელ თავის შესაძლებლობებს გამოიყენებს არა იმისათვის, რომ რაღაც დამახინჯებული ტრადიცია თავის თავში ამყოფოს, რომელიც ჩვენთან შემოვიდა რუსეთიდან და იმ პერიოდის რუსეთიდან, როცა ყველაზე მძიმე იყო რუსეთში ეკლესიური მდგომარეობა და დღეს რუსები საოცარ ნაბიჯებს დგანან და ამ ყველაფერს უარყოფენ და აგდებენ. თელ კონფერენციებს მართავენ, წიგნებს უშვებენ, რომ აი ეს მახინჯი პრაქტიკა, რაც ახსარებასთან და ზიარებასთან დაკავშირებით არის და ამ ჩაკეტილ ლიტურგიასთან დაკავშირებით, ყველაფერი ეს მოიცილონ, ჩვენ ისევ აქ ვრჩებით და ნაბიჯის გადადგმაც არ გვინდა. ხოლო თუ ადამიანი სწორე ნაბიჯებს გადადგავს, როგორც იგივე პავლე მოციქული ამბობს, ასეთ შემთხვევაში ჩვენი სჯულიერი ცხოვრების დასასრული რა იქნება? დასასრული სჯულის, ანუ ნაყოფი დასასრული სჯულისა ქრისტე არის მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა. ანუ თუ ადამიანი სწორე სულიერად ცხოვრობს, მაშინ, ანუ სწორე არის მისი რელიგიურობა, მაშინ ნაყოფად რას იღებს? ქრისტე მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნის, ანუ თითოეული ადამიანს ექნება ცოცხალი ღმერთის განკაცებული კვდათით აღდგარი მაცხოვრის განცდა თავის თავში. პავლე მოციქულივით მე კი აღარა ვარ ცოცხალი, არამედ ჩემში ცოცხლობს ქრისტე, რაც იქნება იმედის მომცემი განვითარებული რწმენა, რომელიც იმედში და საბოლოო ჯამში სიყვარულში გადადის ჩვენ სულიერ ცხოვრებაში მაცხოვრად, ანუ მაცოცხლებელად, ანუ ჩვენ გვექნება მუდმივად განცდა მარადიული სიცოცხლისა, დაულევნელი სიცოცხლისა და იმის იმედი, რომ არასოდეს ღმერთისგან მიტოვებულები არ ვიქნებით და ეს იქნება დასაბამი ჩვენთვის მარადიული სიხარულისა, რომელსაც პავლე მოციქული ცნებათაც კი გვაძლევს. ღმერთი შეგვეწიოს, რომ შევძლოთ ჩვენი ნების ღვთისნებასთან თანხვედრა, გამოვიძიოთ ეს ყველაფერი როგორ და რანაირად არის და ყველაფერი იწყება აი აქ. თუ ადამიანი აქ ყოფნას სწორად დაინახავს, ანუ ლიტურგიაზე და გამოასწორებს, მერე მას გაუჩნდება აუცილებლად მოთხოვნილება, რომ გონიერი ლოცვა ისწავლოს, იმიტომ რომ დაინახავს, სხვანაირად ეს არის შეუძლებელი და მთელი სამრევლო ცხოვრება დაიწყებს საოცარ აღორძინებას და საოცარი ნაყოფების გამოღებას. მაგალითი ვიქნებით სხვებისთვის, მე ვიცი უამრავი სამრევლო, რომელსაც იგივე ხდება და იგივე კეთდება და ეს საბოლოო ჯამში გამოიწვევს ჩვენი ეკლესიის საოცარ აღორძინებას. არაფერს არ ვიგონებთ, ეს ყველაფერი უძველესი პრაქტიკა და ტრადიცია, რომელიც თავად წმინდა წერილში, თავად ღვთისმსახურების წიგნებში და თავად წმინდა მამათა ნაწერებში ძევს. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.